ტრაგიკული და ამავდროულად იდუმალებით მოცული ისტორია, რომელიც ჯუდას პრისტის შემოქმედებას ეხება. სანამ ისტორიის მოყოლას დავიწყებ, დამაფოლოვეთ. 1978 წელს გამოდის ჯუდას პრისტის ალბომი სახელად Stained Class, სადაც შესულია სიმღერა Better by You, Better Than Me. სიმღერის ტექსტი ასახავს ადამიანის ღრმა შინაგან ბრძოლებს, კომუნიკაციის შეუძლებლობას დანარჩენ სამყაროსთან. თითქოს სიმღერის მთავარი პერსონაჟი ითხოვს, ვინმე სხვა იყოს მისი ხმა, ვინმე სხვამ გადმოსცეს მისი სათქმელი, რადგან მისთვის ეს ძალიან რთულია. მოკლედ, 1985 წელს ორმა ახალგაზრდამ, რეი ბელკნეფმა და ჯეიმს ვენსიმ, მინდა აღნიშნო ისიც, რომ მათი ცხოვრება, ოჯახური მდგომარეობა არ იყო მაინც და მაინც კარგი, ისინი იყვნენ 19 და 20 წლის ახალგაზრდები, რთული ოჯახური მდგომარეობით, ისინი გაიზარდნენ სტრესულ გარემოში, იყვნენ ალკოჰოლდამოკიდებულები. მათ მოისმინეს ის კონკრეტული სიმღერა, რომელიც წეგან აღვნიშნე და რაღაც პერიოდის შემდეგ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა გადაწყვიტეს თვითმკვლელობით დაესრულებინათ ცხოვრება და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დიდი წვალების შედეგად დაასრულა სიცოცხლე. ამ პერიოდში ამერიკაში როკ მუსიკა აღიქმებოდა სატანისტურად, შესაბამისად ოჯახებმა ჯუდას პრისტს უჩივლეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სიმღერის რევერსულად მოსმენისას ტექსტში ჟღერდა სიტყვები do it, რაც ნიშნავს გააკეთეს და ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტექსტი იყო სატანისტური. ხოთაშორის არსებობს ვიდეო კადრები სასამართლოდან, სადაც რობ ჰალფორდი საუბრობს, აი აქ მინდა რომ გავუშვა. 1990 წელს სასამართლომ ჯუდას პრისტი უდანაშაულოდ ცნო და ეს ამბავი როკის ისტორიაში დარჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ტრაგიკული. თუ თქვენ გახსენდებათ მსგავსი საინტერესო და იდუმალებით მოცული ამბები, დამიწერეთ კომენტარებში. მე ამ ამბებზე აუცილებლად გადავიღებ ვიდეოებს.